ლუმინაძის დასახმარებლად 28 მარტს 19 საათზე ბათუმის მუსიკალურ ცენტრში კონცერტი გაიმართება. ბილეთის ღირებულება 10 ლარია. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ბაიარ შაჰინი, ხვიჩა მაღლაკელიძე და ჟურნალისტები, რომლებიც სიმღერებს შეასრულებენ. შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება ლაშა ლუმინაძეს, რომელსაც თვეში $5,000 მკურნალობა ესაჭიროება. სრული გამოჯანმრთელებისთვის კი თურქეთში ერთ-ერთ კლინიკაში 15 კურსის ჩატარებაა საჭირო. ღონისძიების ორგანიზატორები ბათუმის ახალგაზრდული მერია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის და გენდერის მედია ცენტრი არიან. კონცერტის საინფორმაციო მხარდამჭერი საზოგადოებრივი მაუწყებლის საჭირის ტელევიზია და რადიოა. 28 მარტს ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი ლაშა ლუმინაძის დასახმარებლად, რომელსაც აქვს 4-ვე კიდურის პარეზი და ის საჭიროებს მკურნალობას. ამ საქველმოქმედო ღონისძიებას შეუერთდა ბათუმის ახალგაზრდული მერიაც. შევიკრიბეთ რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. მე მიხარია, რომ ჟურნალისტთა გენდერული ქსელი შეუერთდა აი ამ წამოწყებას და ალბათ მე ვფიქრობ, რომ ძალიან შთამბეჭდავი და შინაარსიანი კონცერტი გვექნება წინ, იმიტომ რომ აქ ღებულობენ მონაწილეობას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებიც. ჩვენ მზადავართ ყველა მიმართულებით ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ცოტათი მაინც ოჯახს შევამსუბუქოთ დღევანდელი მდგომარეობა. ვფიქრობთ, რომ ჟურნალისტების, საზოგადოებისა და იმ არასამთავრობო სექტორის, რომელიც ჩართულია ამ მიმართულებით, ეს გარკვეულ შედეგს გამოიტანს. რაც შეეხება ორგანიზაციის ფინანსურ საკითხს, ანუ შემოსული თანხების განკარგვას, ამას განკარგავს სპეციალური კომისია, ეს არის რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ ოჯახის წევრები. ხულოს დრამატულ თეატრში მსახიობისა და რეჟისორის სულიკო